კოალიცია ცვლილებისთვის წევრს პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბას ხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. კერძოდ საბას ხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120 მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამგვარად საბას ხვიტარიძის ბრალდებიდან უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი სრულად გაუქმდა. პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდების განმარტებით ხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცველმა ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება თავის არეში მიიღო, ამასთან საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს საბას ხვიტარიძეს. ის სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.